ტრამპმა გამოავლინა სასტიკი ღალატი ვაშინგტონში, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რათა შეეცადა შეეჩერებინა მისი სამხედრო უფლებამოსილება ირანის წინააღმდეგ. ზუსტად მაშინ, როცა თეთრი სახლი კვლავ მოლაპარაკებებს აწარმოებს ზეწოლის ქვეშ და ცდილობს ხელი შეუშალოს თეირანს, რომ ახლო აღმოსავლეთი ბირთვული შანტაჟის ზონად აქციოს. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 4 ივნისს მნიშვნელოვანი ფაქტორი არა მხოლოდ ვაშინგტონში გამართული დაძაბული კენჭისყრაა, არამედ ისიც თუ რა დროს მოხდა ეს. დემოკრატებმა და 4-მა რესპუბლიკელმა გადაწყვიტეს პრეზიდენტის შეზღუდვა ღია კრიზისის დროს. როცა სისუსტის ნებისმიერი ნიშანი შეიძლება ირანის რეჟიმისთვის საწვავად იქცეს. კენჭისყრა დასრულდა 215 ხმით, 208-ის წინააღმდეგ, რაც მცირე სხვაობაა, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ მემარცხენეებმა იზეიმონ თითქოს ტრამპის ხელმძღვანელობა დაამხეს. მაგრამ რეალობა უფრო მძიმეა. მათ ომი არ დაასრულეს, პრეზიდენტს კალამი არ წაართვეს და კიდევ დააფიქსირეს, ვინ არის მზად შეამციროს შეერთებული შტატების ძალა, იმ დროს, როცა ირანი ამერიკის ზღვარს ცდის. რას ცდილობდნენ დაემალათ? რატომ იჩქარეს ახლა ტრამპის შეჩერება? როგორ შეიძლება ამ მანევრმა გააძლიეროს სწორედ ის მტერი, რომლის შეკავებაც როგორც ამბობენ სურთ? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი შემოვლის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. წარმომადგენელთა პალატაში მიღებული რეზოლუცია ცდილობს ტრამპი აიძულოს დაასრულოს სამხედრო მოქმედება ირანის წინააღმდეგ, თუ კონგრესი ოფიციალურ ნებართვას არ გასცემს. ფაქტობრივად ეს არის მცდელობა საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდეს გადაწყვეტილება, რომელსაც თეთრი სახლი უშუალო უსაფრთხოების საკითხად განიხილავს. ტექსტი დემოკრატებმა წაიყვანეს წინ, გრეგორი მიქსის ხელმძღვანელობით და მან მეტი ძალა შეიძინა მას შემდეგ, რაც 4-მა რესპუბლიკელმა გადაწყვიტა ოპოზიციას შეუერთდეს: თომას მასი, უორენ დევიდსონი, ტომ ბარეტი და ბრაიან ფიცპატრიკი. ასე გააგრძელა მემარცხენეებმა. მათ შეძლეს ვიწრო ხმების სხვაობით ჩატარებული კენჭისყრა პოლიტიკური გზავნილის საშუალებად ექციათ ტრამპის წინააღმდეგ. მანევრი ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატაში მოხდა, მაგრამ მისი ეფექტი ბევრად ცდება კაპიტოლიუმს. ნამდვილი სამიზნე ახლო აღმოსავლეთშია, ირანის რეჟიმზე ზეწოლაში, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებსა და ესკალაციის კონტროლისთვის ბრძოლაში. დონალდ ტრამპი იყენებდა სამხედრო ძალას, დიპლომატიურ ზეწოლას და ეკონომიკურ მუქარას, რათა თეირანი იძულებული გაეხადა უფრო მკაცრ პირობებზე ემოლაპარაკა. ტრამპის მხარდამჭერები ამას სხვანაირად ხედავენ. პრეზიდენტი შიგნიდან იბლოკება, როცა ცდილობს მტრული რეჟიმი უკან დაახევინოს. მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარსარდლისთვის მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა ასუსტებს შეერთებული შტატების პოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ეს ფრაზა ასახავს დაპირისპირებას, ვინ იყენებს კონსტიტუციას როგორც პოლიტიკურ ფარს, როცა პრეზიდენტი ტრამპია. მაგრამ წლები გაატარა თვალის დახუჭვით, როცა სხვა მთავრობები სამხედრო ოპერაციებს იწყებდნენ იგივე წინააღმდეგობის გარეშე. რეზოლუცია ჯერ არაფერს ასრულებს დამოუკიდებლად. ის გადადის სენატში, სადაც მსგავსმა ინიციატივამ უკვე გაიარა ერთი პროცედურული ეტაპი. თუნდაც წინ წავიდეს, ტრამპს მაინც შეუძლია ვეტო დაადოს, ამიტომ ცდილობს მემარცხენეებთა, რომ ეს კენჭისყრა საბოლოო დამარცხებად გაყიდოს. მაგრამ რეალური ფაქტი სხვაა, ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა და არა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. პრეზიდენტი კვლავ კრიზისის ცენტრშია, კვლავ აქვს კალამი, კვლავ აქვს ვეტოს უფლება და კვლავ მართავს მოლაპარაკებებს ირანთან. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მიზანია შეაჩეროს რეჟიმი, რათა არ გადადგას საფრთხის შემცველი ნაბიჯები ბრაზილიის მიმართულებით. მთავრობა ასევე ამტკიცებს, რომ მთავარი კამპანია უკვე მნიშვნელოვან მიზნებს მიაღწია და ახლა ყურადღება გამახვილებულია მოლაპარაკებაზე ძალის პოზიციიდან. მარკო რუბიომ სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს მოსაზრება, როდესაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ სურს კანონის სხვა შეღავათებზე გაცვლა ან ბლოკირების მოხსნა. Por uma simples promessa iraniana. არც სურს სუსტი შეთანხმების მიღება, რომელიც ბირთვულ პრობლემას ფარულად დატოვებს. სწორედ აქ იძენს ტრამპის შეჩერების მცდელობა სხვა წონას. როდესაც პრეზიდენტი მტრულად განწყობილ ქვეყანასთან, როგორიცაა ირანი, მოლაპარაკებებს აწარმოებს, ვაშინგტონში არსებული ყოველი შიდა დაყოფა მეორე მხარისთვის იარაღად იქცევა. თეირანი აკვირდება კონგრესს, აკვირდება მედიას, აკვირდება განდგომილ რესპუბლიკელებს და ითვლის, სადამდე შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. თუ რეჟიმი შეამჩნევს, რომ ამერიკული ოპოზიცია ტრამპის შეზღუდვას ახერხებს, მას მეტი мотиваცია ექნება დაიცადოს, დრო გააჭიანუროს და პოლიტიკურ გამოფიტვაზე ითამაშოს. ამიტომ კენჭისყრა მხოლოდ იურიდიული დებატი არ არის, ის პირდაპირ გავლენას ახდენს შეერთებული შტატების მოლაპარაკების ბერკეტზე. მემარცხენეები ამას ომის ძალაუფლების კონტროლს უწოდებენ, მაგრამ კალენდარი სხვა რამეს აჩვენებს.
ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკული ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 3 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და მას შემდეგ, რაც თეთრმა სახმა დაიწყო საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, მოლაპარაკებებზე და კამპანიის ყველაზე მძიმე ფაზის დასრულებაზე. ანუ, როდესაც დონალდ ტრამპი იწყებს სამხედრო ზეწოლის დიპლომატიურ შედეგად გადაქცევის მცდელობას, მისი მოწინააღმდეგეები ჩქარობენ, რომ შეამცირონ მისი ავტორიტეტი. ეს თითქოს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ პრეზიდენტს არ მისცენ საშუალება, რომ მიიღოს იმ ძალის შედეგი, რომელიც გამოიყენა. გენჩისყრამ ასევე გამოავლინა წინააღმდეგობა ანტიტრამპის რიტორიკაში. თუ ომი ასეთი გადაუდებელია, რატომ ჩნდება რეზოლუცია როგორც პოლიტიკური გზავნილი და არა როგორც მკაფიო გეგმა ირანის შეჩერებისთვის? თუ მთავარი საზრუნავი მშვიდობაა, რატომ ასუსტებენ ამერიკელ მოლაპარაკეს იმ დროს, როცა ის ცდილობს დათმობების მიღებას? მემარცხენეები ზეიმობენ, რადგან ქაოსის სურათი სჭირდებათ. დონალდ ტრამპს შეუძლია ეს შემთხვევა გამოიყენოს იმის საჩვენებლად, ვინ ცდილობს მისი ხელის შეზღუდვას, მაშინ როცა ირანი ჯერ კიდევ ამოწმებს ამერიკის მზადყოფნას. ირანის რეჟიმიც ამ ისტორიაში ცენტრალური ფიგურაა. თეირანი ამ დებატს როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი, ისე არ უყურებს. ირანს კარგად ესმის, რომ შიდა დაყოფები შეერთებულ შტატებში შეიძლება გახდეს მიზეზი უფრო მსუბუქი შეთანხმებების, დაგვიანებებისა და უკანდახევებისათვის. რეჟიმმა უკვე გამოიყენა ასეთი მიდგომა სხვა დაძაბულობის პერიოდებშიც, იმ იმედით, რომ ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური ზეწოლა საკმარისი იქნებოდა საკუთარი პროვოკაციების ფასის შესამცირებლად. დონალდ ტრამპი ცდილობს ამ ლოგიკის შეცვლას ძალის, სანქციების, სამხედრო ყოფნისა და მკაცრი მოლაპარაკებების გზით. ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის სტრატეგიულ ზონებშია. დონალდ ტრამპი ასევე ცდილობს მოლაპარაკება წარმოაჩინოს, როგორც უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი. ის საუბრობს ცეცხლის შეწყვეტაზე, აღდგენაზე, შეთანხმებაზე და ირანის ქცევის შეცვლაზე. ანტიტრამპისტული მედია მას დასცინის მისი ლექსიკის გამო, რადგან ურჩევნია ყურადღება გაამახვილოს სტილზე და არა ქმედებაზე. მაგრამ პოლიტიკური ლოგიკა მარტივია: ჯერ ზეწოლა, მერე საუბარი. ჯერ უნდა აჩვენო, რომ ესკალაციის ფასი მაღალია, მერე შესთავაზო გამოსავალი თუ მოწინააღმდეგე უკან დაიხევს. ეს იყო დონალდ ტრამპის სტილი ბევრ კრიზისში. მკაცრი საუბარი, ზღვრამდე ზეწოლა და შეთანხმებისთვის სივრცის დატოვება ისე, რომ ძალის გამოყენებისთვის ბოდიში არ მოუხდია. მარცხენასთვის პრობლემა ისაა, რომ ეს სტრატეგია მათ აღიზიანებს, რადგან ნარატივის კონტროლს ართმევს. თუ დონალდ ტრამპი შეძლებს ირანის უფრო მკაცრ შეთანხმებაზე დაყოლიებას, ის გამოჩნდება როგორც პრეზიდენტი, რომელმაც თეირანს წინააღმდეგობა გაუწია და ძველი შეთანხმებების სისუსტე არ გაიმეორა. თუ ის ინარჩუნებს რეჟიმზე ზეწოლას, აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ლიდერობა საერთაშორისო ბიუროკრატებისთვის ნებართვის თხოვნის გარეშე. თუ ის ვეტოს დაადებს რეზოლუციას, აჩვენებს, რომ თეთრი სახლი არ იქნება მართული იმპროვიზებული კოალიციით დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც მხოლოდ სათაურებში მოხვედრას ცდილობენ. შედარება წინა მთავრობებთან ამ დებატებში მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტები სამხედრო ძალას იყენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ისე, რომ იგივე პოლიტიკური მექანიზმი თითო უქმედებას მხისიერ საკონსტიტუციო კრიზისად არ აღიქვამდა. ტრამპის შემთხვევაში სტანდარტი იცვლება, რაც ადრე სტრატეგიულ პასუხად ითვლებოდა, ეხლა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა. რაც ადრე შეზღუდულ ოპერაციად ითვლებოდა, ახლა არალეგალურ ომად აღიქმება. რაც ადრე მთავარსარდლის მოქნილობა იყო, ახლა დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნევა. ეს განსხვავება აჩვენებს, რომ მთავარი სამიზნე მხოლოდ ომი კი არა, არამედ თავად ტრამპია. მემარცხენეებმა სცადეს ეს კენჭისყრა ტრამპის კრახის მტკიცებულებად ექციათ. მაგრამ ეს ეპიზოდი უფრო ძლიერ ინტერპრეტაციასაც იძლევა მათთვის, ვინც მედიის ზეიმს არ ახვა. იმ მომენტში, როცა ირანზე ზეწოლა მოლაპარაკებებში გადადის, ვაშინგტონი ცდილობს პრეზიდენტი შეაკავოს. ეხლა ტრამპს ხელში ძლიერი შესაძლებლობა აქვს. ის შეუძლია აჩვენოს, რომ ომი მის ავტორიტეტზე მხოლოდ თეირანიდან არ მოდის, არამედ ამერიკული სისტემის შიგნიდანაც. სადაც მოწინააღმდეგეები ურჩევნიათ ხელი შეუშალონ მას, ვიდრე აღიარონ, რომ ძალა ჯერ კიდევ ცვლის მტრის ქცევას. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სიმართლე და შეგინარჩუნოთ ინფორმირებულობა. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.